ბოლო რამდენიმე თვე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის გაჩერების საკითხი. როგორც მოსალოდნელი იყო ნაცვლად იმისა, რომ ეს ქცეულიყო ჯანსაღ განხილვის საგნად, მთავრობა თავის მხრივ თავის ამომრჩეველში ცდილობს წარმოაჩინოს ისე, რომ თითქოს ეს არის ულტიმატუმი და საკითხს უყურებს შემდეგნაირად, რომ ან იქნება უვიზო მიმოსვლა, ან დავკარგავთ ქართველობას. ის, რომ ევროპაში ბევრად გართულდება მუშაობა სამუშაოს მაძიებელი ქართველებისთვის, ამაზე მთავრობის წევრები პასუხობენ იმას, რომ საქართველოში 2012 წლიდან ეკონომიკა გაიზარდა 3-ჯერ, როცა ევროპაში 0.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. შესაბამისად, მთავრობა უზრუნველყოფს ამ ადამიანებისთვის ღირსეულ სამუშაოებს. რაც შეეხება იმას, თუ რა ვსთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, ეს არის გაორმაგებული და გასამმაგებული ეკონომიკა. 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამმაგდა და ბოლო წლების მანძილზეც განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნად ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოვებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. ამ პოზიციას მეტნაკლებად იზიარებს ირაკლი კობახიძეც, რომელიც იმას ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის არარსებობის შემთხვევაში შემცირდება მოქალაქეების გადინება ქვეყნიდან. შესაბამისად, გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა. ხელისუფლების სატელიტებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არგუმენტი არის კაცების გათხოვება. ხალხის ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს: ვიზა ლიბერალიზაცია საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ქვეყანა თუ არ გექნება, საქართველოში ტრადიციები არ იქნება, კაცები ოფიციალურად დაქორწინდებიან, არასრულწლოვან ბავშვებს სქესს გადაუკეთებენ და აქ მეორე ფრონტი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ვიზა ლიბერალიზაციაც გვერდზე დარჩება და მთლიანად მთელი საქართველოც. დროს არ კარგავს ასევე ოპოზიცია, რომლის ზოგიერთი წევრი მხარს უჭერს იმას, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების იდეა იყოს დღის წესრიგში. ისინი ფიქრობენ, რომ თუ კი ეს მოხდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს უკმაყოფილებას მოსახლეობაში, შესაბამისად გაიზრდება წნეხი მთავრობაზე. მაგრამ ამით, რომ პირველ რიგში უბრალო მოქალაქეები და მოსახლეობა დაზარალდება, ამაზე დიდად არც ზარდობენ. მეცაც გეტყვით, ჩემი აზრი არის ასეთი, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი, მე არ საუბრობ ყველაზე, მხოლოდ ნაწილზე, პირადად ლობირებდნენ იმ საკითხს, რომ ევროკავშირში განხილვის საგანი ყოფილიყო ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება. მოდით განვიხილოთ, რას ითხოვს ევროკავშირი, რატომ ვერ გვარდება მთავრობა და რას შეიძლება მოველოდოთ. მორიგი აჟიოტაჟი დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა წერილი გამოუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს. წერილის ავტორები მაკა ბოჭორიშვილს მიმართავენ. ციტატა: იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ განხორციელდა, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ და დაასრულა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, 12-მა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთათვის. ამ ნაბიჯს სხვა წევრი ქვეყნებიც მიყვებიან. წერილს თან დაურთეს 8 რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებას თხოვენ მთავრობას. მოდით ვნახოთ ეს პუნქტები, რაზე არის საუბარი. ჩემი აზრი ასეთია, რომ ასეთ შემთხვევაში თუ უფრო მეტი დეტალი იქნება, უფრო კარგად გასაგებიც იქნებოდა, იმიტომ რომ ზოგიერთი არის ძალიან ზოგადი და ზუსტი გაგება შედარებით რთულია. ასევე გთავაზობთ ასეთ რაღაცას, რომ ყოველი რეკომენდაციის დასახელების შემდეგ ჩვენ შევაფასოთ, ეს რეკომენდაცია სინამდვილეში სრულდება, ნაწილობრივ სრულდება თუ საერთოდ არ სრულდება. პირველი რეკომენდაცია არის ეს: უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. აქ დავა შეიძლება უბრალოდ ცოტა მეტი დეტალი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. მაგალითად, შეკრებისა და გამოხატვის რომელი უფლება ირღვევა, იმიტომ რომ ეს არის ნამეტანი ზოგადი ნათქვამი და ქართული ოცნება ზუსტად ასე ზოგადად უპასუხებს. ეთქვის რომ აგერ ნახეთ თბილისში, საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში თითქმის ყოველ დღე იმართება რაღაც აქციები და კონკრეტულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, სადაც მოხდა სამართალ დარღვევები, ოღონდ ახლა მე ვსაუბრობ უშუალოდ ქართული ოცნების პოზიციიდან, იმიტომ რომ ასეთ ზოგად პასუხს გასცემენ ისინიც.
დამეთანხმებით, რომ ზოგადად ქვეყანაში, სადაც მთელი წელია ლამის მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები მიმდინარეობს, ქართული ოცნების მთავრობას არ გაუჭირდება შესაბამისი არგუმენტების პოვნა ამ პუნქტზე, იმისათვის, რომ უბრალოდ ზოგადი დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცეს. ახლა გადავიდეთ მეორე პუნქტზე, სადაც პირიქით არანაირი ზოგადი საუბრები, არამედ უშუალოდ კონკრეტული მითითებები. თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და პაკეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTQ პირების უფლებები. სინამდვილეში ევროკავშირს ის უნდა ესმოდეს, რომ ამ რეკომენდაციით ქართული ოცნების ამომრჩევლის კონსოლიდაციას უფრო ეწევა. არც ის არის გამორიცხული, რომ სხვა პარტიის ამომრჩევლის ნაწილს უარყოფითად განაწყობდეს. რეალურად ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ძლავრი პროპაგანდისა და მანიპულაციისთვის მიღებული კანონია. ახლა არ ვსაუბრობ იმაზე, ეს კანონი რისთვის მიიღეს. ამომრჩევლის გულის მოსაგებად თუ საზოგადოების სიჯანსაღისთვის. ფაქტია, აქ ისეთი მუხლები წერია, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობაში სწრაფად შეუძლიათ გააჩინონ სასურველი კონტრასტი, რომ აი ნახეთ, ჩვენ რა კარგი რაღაც გვიწერია ამ კანონში და ევროკავშირი ამის ამოღებას ითხოვს. მაგალითად ვკითხულობთ. აი კრძალოს იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნების არ გამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. და კი, სწორი, ასეც უნდა იყოს. მეტიც ნორმალურ საზოგადოებაში ამას კანონით დარეგულირება არ სჭირდება, ხოლო არანორმალურ გარემოში კი ამას კანონიც ვერ დაარეგულირებს. შესაბამისად, როცა ვინმე ამბობს, რომ ეს არის გასაუქმებელი, იდეურ დონეზე ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილში ნეგატივს უფრო გამოიწვევს. პლუს ამას დაემატება პოლიტიკოსების განცხადებები და მთავრობა ზუსტად ისეთ ემოციურ ფონს მიიღებს, რომელიც თვითონ სჭირდება. როცა რეკომენდაციაში წერია ასეთი კანონის გაუქმება, ბუნებრივია მთავრობა, რომელიც ევროსკეპტიციზმით არის დაკავებული, იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ დონეზე მომგებიან სიტუაციაში რჩება. ისევ და ისევ იტყვიან, ნახეთ, რა კარგი კანონი მივიღეთ და ამათ უნდათ რომ ეს გავაუქმოთ. და მე ეს ინტერპრეტაცია იძლევა მანიპულაციის უამრავ საშუალებას. თან ეს კანონები, ანუ ამ კანონებით სინამდვილეში მთავრობა ახერხებს, რომ ამომრჩევლის საკმაო რაოდენობას სენტიმენტებზე შეეხოს და მათში აღძრას მთავრობისადმი თანადგომის სურვილი. იმისათვის, რომ უფრო მარტივად გასაგები იყოს ეს ყველაფერი, მოდით ასეთ რაღაცას გთავაზობთ, რომ აი თქვენ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ქართული ოცნების უმაღლესი რგოლის წარმომადგენელი, იდეოლოგიურ თუ პროპაგანდისტულ დონეზე. მთელი ეს წლები თქვენ წარმატებით, მართლა წარმატებით იმუშავეთ იმაზე, რომ თქვენს ამომრჩეველში გაგევრცელებინათ იმის პროპაგანდა, რომ აი ევროკავშირში ხდება LGBT უფლებების გაზვიადება და თავზე მოხვევა, იქ სკოლებში ბავშვებს სქესს უცვლიან, კაცებს ერთმანეთზე ათხოვებენ და ასე შემდეგ და ეს მუშაობს. მთელი ეს წლები თქვენი მიზანი რომ იყო ევროკავშირის გაშავება, წარმატებით გამოგდით. და ამ დროს მოსახლეობას ვეუბნებით, რომ იგივე რომ ჩვენთანაც არ მოხდეს და იგივე რომ ჩვენ ერთსაც არ დაემართოს, ჩვენ მივიღეთ ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი და ამით უკვე გარანტირებულად შეგვიძლია თქვენი დაცვა იქიდან მომავალი საფრთხეების. ვეუბნებით, რომ ჩვენ აგვგრძალეთ მაგალითად ერთსქესიანთა წყვილების ქორწინება, აგვგრძალეთ იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებმა გადაიკეთონ სქესი და ასე შემდეგ და საკმაოდ ასეთი წარმატებული კანონი არის. ისევ და ისევ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, ეს პოლიტიკური, წმინდა პოლიტიკური სვლა თუ უბრალოდ ფსევდოკონსერვატიზმი. ფაქტი არის, რომ ეს მესიჯი, ეს მიმართულება, რაც მოვიფიქრეთ, წარმატებით მუშაობს. და ახლა გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ეს კანონიო. წარმოიდგინეთ, ეს ხომ ჩვენთვის უბრალოდ საჩუქარი არის, ხო? ჩვენ ხალხს ვეუბნებით, რომ ადამიანებო, აი ნახეთ, ჩვენ თქვენთვის მივიღეთ იმის შესახებ კანონი, რომ არასრულწლოვანმა სქესი არ შეიცვალოს და იქიდან გვეუბნებიან, რომ ეს კანონი არ ვარგა და მოდი ამოიღეთ. ამაზე მაგარი კოზირი რა უნდა მოგვივიდეს, ჩემთვის წარმოუდგენელია. აი საქართველოში ხომ არის რაღაც ვიწრო ჯგუფი, რომელიც ჯერ ერთმანეთში კონსულტაციებს მართავენ და შემდეგ საერთო შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის უმაღლეს რგოლს უგზავნიან მოხსენებას, თუ რა უნდა დაუპირისპირონ მთავრობას იდეოლოგიურ თუ სამართლებრივ დონეზე.
ეს ვიწრო ჯგუფი სავარაუდოდ დაკომპლექტებული იქნება არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ. ეს ხალხი სადღაც ერთმანეთს შეხვდა, შეიკრიბნენ, ისაუბრეს, განიხილეს რაღაც ვარიანტები და ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ იდეად მოეჩვენათ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და კი ეს ნამდვილად ასეა. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება გამოიწვევს მოსახლეობაში მთავრობის მიმართ კიდევ უფრო დიდ უკმაყოფილებას. თუმცა აქ საზოგადოება გამოყენებულია უბრალოდ როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი, როგორც ერთის ისე მეორეს მხრიდან. უვიზოს შეჩერება პირველ რიგში შეეხება საშუალო სტატისტიკურ უბრალო ქართველ მოქალაქეს. ხო ასეა, რა მნიშვნელობა აქვს ის ქართული ოცნების ამორჩეველია თუ ოპოზიციის? ფაქტია, რომ ყველას შეეხება. ამიტომ უვიზოს შეჩერება და ეს იდეა თავშივე მავნებლობაა. მაგრამ ამას თავი ცოტა ხნით დავანებოთ. იმას ვამბობდი, რომ ასეთი მძლავრი მექანიზმის გამოყენება, როგორიც ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, გამყარებული უნდა იყოს მთავრობის მიმართ უსერიოზულესი პრეტენზიებით. მაგალითად, სასამართლო სისტემის მოწესრიგებით, პოლიტიკური პოლუსის მკაფიო ვექტორის დაფიქსირებით და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ვიწრო ჯგუფმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად აქტუალური გამოწვევა მიიჩნიოს უვიზოს გაუქმების საპირწონედ. აი, მილიონი გამოწვევა არსებობს და მაინც ის ეგრეთ წოდებული გამჭირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ამოაღებინა. ის ორი მთავარი იდეა, რაზეც ქართულმა ოცნებამ წლობით დააშენა პროპაგანდა. პოლიტიკურად სრული უვიცი უნდა იყო, საზოგადოების განწყობების საერთოდ არ უნდა გესმოდეს, ნული უნდა იყო რეგიონების გამოწვევებში, რომ ასეთი სერიოზული ინსტრუმენტის გამოყენების სანაცვლოდ ითხოვდე ამ ორი კანონის გაუქმებას. ამაზე დიდ საჩუქარს ქართული ოცნება, ქართულ ოცნებასაც ვერ გაუკეთებდა. რატომ ხდება მაინც და მაინც უმცირესობების დაპრიორიტეტება ერთ-ერთ მთავარ ულტიმატუმად, როცა ეს ხდება ფართო დიდი პროპაგანდის მიმართ მოწყვლადი ადამიანების გაღიზიანების ხარჯზე. არა და პირიქით არ უნდა იყოს. პირიქით ეს უმრავლესობა არ უნდა დააინტერესონ. უნდა აქციონ საკუთარ ამორჩევლად ეტაპობრივად, მაგრამ ესენი აკეთებენ ყველაზე არასწორ აქცენტებს და ამით სხვათა შორის ისევ ამ ხალხში ევროკავშირის მიმართ ნდობას მაქსიმალურად ამცირებენ. ეს ხალხი ისეთ რეკომენდაციებზე მუშაობს, რომლებიც საბოლოოდ მაინც ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. ისიც სხვათა შორის მთავარი არის სახელმწიფოს რა უნდა და რა არის მიზანი. თუ მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, ნებისმიერი კანონმდებლობის მორგება შესაძლებელია. ეს ოცნებას არ ესწავლება. LGBT უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის ყველა წევრს აქვს მიღებული, თუმცა მერე საკუთარ საჭიროებაზე მოირგეს. მაგალითად, როცა ოცნების ან ხალხის ძალის დეპუტატი გვეუბნება, რომ მერე ევროკავშირი მოგთხოვს კაცების გათხოვებას, უნდა ვიცოდეთ, რომ გვატყუებენ. იმიტომ რომ უნგრეთში, რუმინეთში, პოლონეთში, მეცაც გეტყვით, ლიეტუვასა და ლატვიაშიც კი კანონმდებლობით აკრძალულია ერთნაირ სქესიანთა ქორწინება. ერთნაირი სქესის წყვილი ასევე შვილს ვერ აიყვანს ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, ეს კანონმდებლობით აკრძალულია პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში და კიდევ ბევრ ქვეყანაში. A little in Poland. How is the LGBT? Because I read on the fact that you guys have cities where you have people that are part of LGBTQ, but they live together in certain areas. No, it's not true. How do you treat LGBTQ in Poland? Well, it's your choice. I mean, it's a free country. Again, as I said, we are not North Korea. You can live as you want. Do not come to the kids. Do not come to the kids. How do you prevent that? They are not allowed in schools, like in here. Teachers, but I'm talking about the shows, kind of shows, right? Okay. Drag queens coming to schools. Yeah. It's not allowed in Poland, basically. If you're a man, if you want to live as a woman, it's up to you. You're free. It's a free country. Do whatever you want, but do not come to our kids. Do not come to the educational system. We don't want it. რაც შეეხება პრაიდს, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას კანონმდებლობაში აქვს განსაზღვრული, რომ ნებადართული არის ასეთი აღლუმის ჩატარება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა ბედნიერი არის და ერთი სული აქვს, აბა როდის მოვა ის მაისის დღე, როდესაც ჩატარდება პრაიდი. ეს ასე ნამდვილად არ არის. მაგალითად, ისევ და ისევ ხო აღმოსავლეთ ევროპაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ რაღაც მენტალურად თუ იდეოლოგიურ დონეზე აღმოსავლეთ ევროპა ჩვენთან უფრო ახლოს არის, ვიდრე დასავლეთ ევროპა. და ლიეტუვაშიც და პოლონეთშიც, როდესაც ეს ტარდება, ყოველთვის თან ახლავს ძალადობრივი ინციდენტები. ახლა პოლონეთში ფიქრობენ, რომ უშუალოდ ქალაქს უნდა მიენიჭოს უფლება მოსილება და თვითონ ქალაქმა დამოუკიდებლად ცენტრალური ხელისუფლებისგან გადაწყვიტოს, უნდა ჩატარდეს თუ არ უნდა ჩატარდეს ეს აღლუმი. ეს რას ნიშნავს? ისევ და ისევ ამ კანონმდებლობის გარკვეულწილად თავიდან არიდების საშუალება არის, რომ
მე კი ნებადართული მაქვს, რომ პრაიდი ჩატარდეს, მაგრამ აგერ სიტყვაზე ვამბობ, ვარშავა ამბობს, რომ მე არ ვატარებ. ეს არის ვარშავას უფლება. შესაბამისად, ხაზს უსვამ, რომ ამ კანონებს შვენივრად ირგებენ ევროპის ქვეყნები. ამიტომ ხომ ხედავთ, როცა ამბობენ, რომ კაცების გათხოვება დაკანონდება, ეს არის მორიგი ტყუილი და მთელი რიგი ქვეყნებია, სადაც მსგავსი კანონმდებლობით არის აკრძალული. უბრალოდ კომფორტული პროპაგანდაა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ლეგალურია ერთსქესიანთა წყვილების ქორწინებაც, პრაიდის ჩატარებაც და ასე შემდეგ. თუმცა ფაქტი ის არის, რომ თუ სახელმწიფოს არ უნდა ეს ყველაფერი, მას შეუძლია პირდაპირ კანონმდებლობით განსაზღვროს და აკრძალოს. თავარია საბაზისო მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თემა რომ ამოვწუროთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, როგორც მთავრობის წევრები ამბობენ, რომ შეძლებენ უზრუნველყონ ადამიანები ღირსეული სამუშაოთი, რა თქმა უნდა ეს ტყუილი არის. ღირსეული სამუშაო სუბიექტური გაგება არის, მაგრამ მაინც. აი, ადამიანები ქვეყნიდან მიდიან, ძირითად შემთხვევაში მიდიან ორი მიზეზით. პირველი, თუ ისინი არიან უმაღლესი კლასის პროფესიონალები, ნამდვილი ელიტა, მათ უკვე ამოწურეს თავი საქართველოში და სურთ, რომ თავისი კარიერა გააგრძელონ სხვა ქვეყნებში და მეორე მიზეზი. როცა ადამიანები ეკონომიკური პრობლემების გამო მიდიან ქვეყნიდან, მათ აქვს უამრავი საბანკო ვალდებულება, აღებული ვალები, უნდა შეინახონ ოჯახები, შვილები და ასე შემდეგ. აი, პირველ კატეგორიასთან საქმე მარტივად არის. მათ არ შეეხებათ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, იმიტომ რომ არ არიან დასაკარგი კადრები და სამსახური აქეთ იქნება დაინტერესებული, რომ მოუგვაროს სავიზო პრობლემები. საინტერესო არის მეორე კატეგორია, რომელიც საქართველოსთან წასულების უმრავლესობაა. ბევრი აქედან იმიტომ წავიდა, რომ ქვეყანაში იყო დაბალი ხელფასები, მათი შრომა არ ფასდებოდა, ზოგს არც განათლება უწყობდა ხელს თავის დამკვიდრებაში და არც გამორჩეული პროფესიული უნარები ჰქონდათ. მეტიც, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩასვლის მომენტში იმ სახელმწიფოს ენაც კი არ იცოდა, სადაც ჩადიოდა. თუმცა ამ ხალხმა პირველად იგრძნო, რას ნიშნავს, როცა შრომა გიფასდება. რას ნიშნავს, როცა თუ მოიწადინებ, შენ ვერ დაიკარგები. გექნება მაღალი შემოსავალი, შეძლება არა მხოლოდ არსებობას, არამედ საქართველოში ბინების შეძენას, მათ გარემონტებას, შვილების ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, ვალების გადახდას და ასე შემდეგ. ევროპაში წასული ადამიანების უმეტესობა საშუალოდ მინიმუმ 1500 ევროს მაინც იღებს. გასაგები არის, რომ ზოგი ბევრად მეც იღებს, ზოგი საწყის ეტაპზე შეიძლება უფრო ნაკლებსაც, მაგრამ საშუალო მინიმუმი არის 1500 евро. ეს 1500 евро დღეს არის 4600 ლარი. თქვენ რამდენი სამსახური იცით, სადაც ასეთ ხელფასებს გადაიხდიან? როგორ უნდა უთხრა ადამიანს, რომელიც წლებია უკვე 6-700 ლარს მაინც იღებს საზღვარგარეთ, რომ იგივე პირობებს აქაც შეუქმნის სახელმწიფო? ეს ხომ გამორიცხულია. არ მესმის ვის რატომ უნდა შეუქმნა ასეთი ცრუ მოლოდინი. მით უმეტეს საუბარია ისეთ კატეგორიაზე, რომლებიც წლებია წასული არიან. ისინი საერთოდ მოწყდნენ ქართულ ყოველდღიურობას და მათთვის უცხოა აქაური ყოფა. უბრალოდ იმიტომ, რომ გადაეჩვენენ. შესაბამისად, არ არიან კონკურენტუნარიანი კადრები ამ ბაზრისთვის. ისე იქცევიან თითქოს წარმოდგენა არ აქვთ, ქართველების დიდ ნაწილს იქ რის ფასად გააქვს თავი. ისინი მუშაობენ მშენებლობებზე, კურიერებად, დისტრიბუტორებად, ადამიანების მომვლელებად, სასტუმროებში დასუფთავებაზე, ჭურჭლის რეცხვაზე, დალაგებაზე და ასე შემდეგ. გამორიცხული არის, რომ აქ ვინმე უზრუნველყოს ისეთი შემოსავლით და ანაზღაურებით, როგორცაც ისინი იღებენ ამ სფეროებში. ანუ მიახლოებულიც კი არ იქნება. თან რეალურად სიმართლე რომ ვთქვათ, სამუშაო ვიზა იგივე არ არის, რაც ტურისტული ვიზა. სამუშაო ვიზას კიდევ სხვა პროცედურები სჭირდება. ვიზა ლიბერალიზაცია ამას უბრალოდ შედარებით ამარტივებს. სხვაგან წასვლა ვიზის გარეშე ერთია და მუშაობის დაწყება მეორე, მაგრამ ამასაც არ ხსნიან, უბრალოდ აიმედებენ, რომ კი კაცო, რა პრობლემა აქაც ნახავთ კარგ სამსახურებსო. არავინ საუბრობს იმაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გადაუდებელი მკურნალობის პაციენტებისთვის ზოგ შემთხვევაში სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა. ჩვენ ქვეყანაში არაერთი ადამიანი მოგიყვებათ საკუთარი გამოცდილებით, რამდენად გაუმარტივდათ ოჯახის წევრების მკურნალობა, რომელიც დროში არ გაიწელა და გადაჭარბების გარეშე სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა. დანარჩენი რეკომენდაციები რაც წერია, ახლა მე წაგიკითხავთ და აი რომელი პარტიის მხარდამჭერიც, მიმდევარიც არ უნდა იყოთ, მათ შორის თუნდაც ქართული ოცნების ან ოპოზიციის დამეთანხმებით, რომ ნამდვილად საჭირო არის. ითხოვენ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ. სასაზღვრო კონტროლს რომ გამკაცრება სჭირდება, ამაში მგონი ეჭვი არც არავის ეპარება. სხვათა შორის მართლა ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც ფიქრობს, რომ
ჩვენი მიგრაციის პოლიტიკა მოიკოჭლებს. ამიტომ ამ მიმართულებით ნამდვილად ფიქრობ, რომ ბევრი სამუშაოა. შემდეგი რეკომენდაციები ანტიკორუფციული მიმართულებები და ახლა რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, შიდა გარჩევები ქართულ ოცნებაში, ანუ მოქმედი ელიტა წინა ელიტას რომ ებრძვის, ძალიან ცხადია, რომ კორუფცია არსებობს. სამწუხაროდ ეს ისეთ სფეროებსაც ეხება, როგორიც თავდაცვის სამინისტროა. თანაც ეს არის, რამაც ჩვენამდე მოაღწია, იმის იქით რა ხდება, კაცმა არ იცის. ამ რეკომენდაციაში ცუდი არაფერია. უпростоრედ ცუდზეც არ არის, ჩვენს რეალობასთან შესაბამისი არის. მე პირადად ვემხრობი იმ იდეას, რომ ანტიკორუფციული ბიურო უნდა მოქმედებდეს უმაღლესი სტანდარტით, უნდა იყოს უკომპრომისო, უნდა კონდეს მეტი უფლებამოსილება და თავისუფალი გამოძიებაში და რაც მთავარია, როგორც რეკომენდაციაში წერია, უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. რამდენად არის შესაძლებელი, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური იყოს, კითხვა რიტორიკული არის, თუმცა მაინც. ბოლო რეკომენდაციაა, რომ პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოიყვანოს. კარგი იქნებოდა აქაც მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო და ზუსტად გწონდოდა, რომელი ინციდენტებიდან გამომდინარე მოხდა ამ რეკომენდაციის გაცემა. საბედნიეროდ, ხო, ასია თუ ისია, ჩვენს ქვეყანაში პირადი მონაცემების დაცვა ხერ ხდება. საბედნიეროდ. არსებობს, რა თქმა უნდა, გამონაკლისები, ამაზე არც დავობთ, ყოველთვის იყო და იქნება. ნებისმიერ ქვეყანაში ხდება გაჟონვა, ეს ამერიკა იქნება, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, მით უმეტეს რუსეთი და ასე შემდეგ, ასეთი რაღაცები ყოველთვის ხდება, მაგრამ მე, პირადად მე არაერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც პირადი მონაცემების დარღვევის შემთხვევაში მოხდა შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავებიდან. მით უმეტეს საუბარი არის ხშირად არასრულ წლოვნებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ის იშვიათი მიმართულება არის, რომელსაც არამხოლოდ ევროკავშირი ითხოვს, რომ უმაღლეს დონეზე შესრულდეს, რამდენადაც შესაძლებელი არის, არამედ მთავრობაც დაინტერესებული არის ამის სრულყოფით. ასეთი ეპიზოდი გამოვიდა დღეს, ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის რეკომენდაციებზე, სიამოვნებით წავიკითხავთ თქვენ შეხედულებებს, რას ფიქრობთ, რომელი სრულდება, რომელი არ სრულდება, ის კითხვები, რაც დავსვი ეპიზოდის განმავლობაში, რატომ ხდება მაინც და მაინც ამის დაპრიორიტეტება, ამაზეც მოვისმენ თქვენს აზრებს. დროებით.